მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ რიგით მე-18 ეპიზოდს შეემოტო მოგზაურობა ევროპაში სერიებიდან. ეს ვიდეო იწყება საფრანგეთის რეგიონ ოქსიტანიდან, კერძოდ კი ქალაქ ტარასკონ-სიურ-არიეჟიდან, სადაც სასაუზმოდ გავჩერდი ერთ-ერთ პატარა კაფეში. ვისაც წინა ეპიზოდი არ აქვს ნანახი, მათთვის განვარტავ, რომ ამ დილით დავტოვე ჯუჯა სახელმწიფო ანდორა და ჩემი მიზანია, რომ დაღამებამდე ჩავაღწიო საფრანგეთის რეგიონ პროვანსში. ტოვებ ამ ადგილს მეგობრებო. მოტოციკლი მზად არის, ყველაფერი ჩავდე, რაც მინდოდა. დამტენი ქონდა შეტანილი, დავტენე ცოტათი GoPro-ს ელემენტი და ასევე ტელეფონი დავაბრუნე. კამერა აქ არის, აი დამტენი კი ყველაფერი დამებრუნებია. გადაწყვეტილი მქონდა, რომ რეგიონ ოქსიტანის ამ პატარა ქალაქიდან, სახელად ტარასკონ-სიურ-არიეჟი, გეზი პირდაპირ პროვანსის რეგიონისკენ, კერძოდ კი სოფელ გოღდისკენ ამეღო. Google-ის ნავიგაციის მიხედვით დანიშნულების ადგილამდე მეორე ხარისხოვანი გზებით წასვლის შემთხვევაში გასავლელი მანძილი 422 კილომეტრს შეადგენდა და მის დასფარად დაახლოებით 6 საათი და 20 წუთი დამჭირდებოდა. ტარასკონ-სიურ-არიეჟში ავაფრინე დრონი. პოლიცია დამადგა და მითხრა, რომ თურმე აკრძალულია აქ დრონის აფრენა. შეიძლება მათ დიდი ზომის დრონი ეგონათ და გარიციან მინი ზომის დრონები რომ არსებობს და მათზე ნაკლები შეზღუდვებია დაწესებული. მაგრამ რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში აღარ დამიწყია გარკვევა. მით მეტეს არ იცოდნენ ინგლისური, მაშინვე დაუშვი დრონი. ქონდა ვარადერო. ამ ქალაქის დატოვების შემდეგ რაღაც პერიოდი მაგისტრალზე მომიწია გადაადგილება. საბედნიეროდ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა და მალე მეორე ხარისხოვან გზებზე გადაუხვიეს, სადაც სულ სხვა სურათი დამხვდა. პატარა სოფლები, ვენახები და სამხრეთ საფრანგეთის მშვიდი ლამაზი პეიზაჟები. ამ ვიწრო თითქმის არიელ გზებზე მოტოციკლის მართვაც და მოგზაურობაც გაცილებით საინტერესო და სასიამოვნო გახდა. ულამაზეს ადგილს გავდივარ მეგობრებო, აი ესეთი მაგარი ადგილი რა ვიცი. თავი მგონია 64-ში იხელ სიამოვნებას ვიღებ, იხელ ემოციებს რომ მარტო ამის გამოღირდა წამოსვლა აი ამ დღის. უაღრესად კმაყოფილი ვარ, გახარებული, ბედნიერი და ეს ემოციები, ზღვა ემოციები, რაც ეხლა მე მაქვს, არ ვიცი როგორ გადმოგცეთ, ვერ ხვდები. მიჭირს ამ ემოციების გაზიარება. ერთი ვიცი რომ ვარ უაღრესად ბედნიერი და მადლობელი ამ მოგზაურობის რომ მაქვს ესეთი საშუალება. რაიდი შემთხვევა, როცა ერთი პეიზაჟი მეორე ჯობია. გონია რა ყოველი რაღაც 10 კილომეტრის მერე, 20 კილომეტრის მერე უფრო და უფრო მაგარ ადგილზე შემოვდივარ. წინვალია საფრანგეთი. ზოგადად ევროპა ძალიან ლამაზია. მე მგონი ყველაზე კარგი დრო შევარჩიე მოგზაურობისთვის. ალბათ ამაზე კარგი დრო შეიძლება იყოს ივნისის დასაწყისი. ისიც სადაუვა. შეიძლება არც. მაშინ უფრო მწვანე იქნება ბალახი, მაგრამ ეხლა ამ თვეებში მე ვფიქრობ, რომ ივლისი უფრო ნაკლებად წვიმიანია ივნისთან შედარებით. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს დრო უფრო სწორი იყო. აი ფრანგული ვენახე,
ნახეთ, ჩემგან ხელმარჯვნივ. ეს ადგილი არის ლაფორსი, ესე ეწერა საგზაო ნიშანზე. ფრანგული გამოთქმები, ვერც ესპანური, ვერც კითხვა, ვერც გამოთქვა საერთოდ ვერ დავამოღამე. ლაფორს, ალბათ ესე გამოითქმის. მეგობრებო, მცირე შესვენების გასაკეთებლად გავჩერდი. ზურგი დამეღალა, ზურგი მეტკინა და თან აი ესეთი იდეალური ადგილი დავინახე, სადაც არის ვენახი გაშენებული და მეორე მხარეს მზესუმზირები, ამიტომ გადავწყვეტი აქ გავჩერებულიყავი და აი ხედავთ გზიდან რაღაც 10-15 მეტრი შემოუხვიე. აი შემოუხვიე თუ არა, აი აქ შველი იყო, სამწუხაროდ არ ვიღებდი, პატარა შველი და გაიქცა. აი ესეთი ამბავი, ამიტომ ხშირად უნდა მქონდეს ალბათ კამერა ჩართული, გული დამწყდა რომ ვერ დავაფიქსირე. ეხლა მინდა ვენახი გაჩვენოთ. აი ნახეთ როგორი ვენახია აქ და რაც შევნიშნე. აი ეს აქვს გაყოლებული მთელ სიგრძეზე, ეს ალბათ სარწყავია. ვფიქრობ რომ ეს არის სარწყავი, ყველა რიგს აქვს იგივე გაკეთებული. აი ნახეთ. არ ვიცი რა ჯიშია, რა ყურძენია. ამებს ვერ გეტყვით. ეხლა აქ ისეთი ქარია, ვფიქრობდი დრონი ხო არა ვაფრინოთ ხო, მაგრამ აქ დრონი მაინც ვერ გაქაჩავს ესეთ ქარში. შუაში ბალახია გაჩენილი. ან გათიბოჭირდება, ან ტრაქტორის გავლა. ზუსტად ამ დეტალებში ჯერჯერობით ვერ ვერკვევი, მაგრამ ნელ-ნელა ვაპირებ რომ გავერკვე, იმიტომ რომ მაინტერესებს მე ვენახეობა. საინტერესოა, როცა ღვინის სამშობლოში ცხოვრობ, ღვინის ქვეყანაში. რაღაც დონეზე უნდა ერკვეოდე და უნდა გქონდეს კიდეც ცოტა ვაზი. ვენახთან შეხვედრა ყოველთვის მახარებს. ჩემთვის ძალიან საინტერესოა. ეხლა ვნახოთ მზესუმზირები. აი როგორია. რა არის არა ბუნება, ნახეთ. საიდანაც მზე ამოდის და მზე ხშირად იყურება, ყველა მზესუმზირა არის მზის მხარეს შემოbrunებული. აი დააკვირდით. ჯარივით არის, რომელიც ემორჩილება მხოლოდ მზეს, თავის მბრძანებელს. A few moments later. როგორც გახსოვთ, მეგობრებო, გაჩერებული ვიყავი მზესუმზირებთან და ვენახთან. იქიდან წამოვედი დაახლოებით 15-20 წუთის წინ, დააკარგა ინტერნეტმა მიღება რატომღაც და ამერია გზა. ეხლა შევამოწმე, რამდენ ხანში მივიდოდი. დანიშნულების ადგილამდე მიჩვენა ძალიან დიდი დრო. 4 საათზე მეტი კიდევ ეს არ მაწყობს არანაირად. ძალიან მაგვიანდება, ამიტომ გადავწყვიტე ნავიგაციის სისტემაზე გამეთიშა შეზღუდვა აირიდოს ფასიანი გზები და საათი და 20 წუთით შეამცირა გზა. ასე რომ ფასიანი გზით წავალ. არ ვიცი ეს რამდენად კარგი აზრია. მოსაწყენი ნამდვილად იქნება, მით უმეტეს ესეთ ლამაზ გზებზე ვიარე და ეხლა ეს სილამაზე არ იქნება, მაგრამ რას ვიზავთ. მაინც კარგი იყო ამ გზის გავლა, რაც დღეს გავიარე. აქედან ჯობია ფასიანი გზით წავიდე, საათი და 20 წუთი, პატარა დრო არ არის. მით უმეტეს რომ კიდევ მიწევს ხოლმე გაჩერება, მინდა თუ არ მინდა და გამოდის მერე რომ ძალიან გვიან მივდივარ დანიშნულების ადგილამდე. ეს კი ჩემი გეგმებისთვის კარგი არ არის. ასე რომ წავალ ეხლა სხვა გზა არ არის, ნარბონი. ეს ის ქალაქია, სადაც საკონდიციოში ვიყავი 1 კვირის წინ დაახლოებით. აუ აქ ძალიან მაგარი ქარია, ეს ქარი მიშლის ხელს, მოტოციკლი თავის შუაზე დაყავს აქეთ იქით.
გავალ ეხლა ავტობანზე და იწყება მოსაწყენი საათები, სამაგიეროდ დროს მაგრად შემიმცირებს. ეხლა იმედი მაქვს, რომ ბოლომდე სპასიანი გზა არ იქნება, არც იქნება, ვერ იქნება, იმიტომ რომ სადაც მივდივარ ეს პროვინციული ნაწილია. რაღაც ნაწილი იქნება აი ეს ფასიანი გზა და მე ისევ სოფლის გზებზე მომიწევს გადაადგილება და თავს ამით ვიმშვიდებ, რომ სულ ესეთ მოსწყენ გზაზე არ ვივიდე. ფასიან გზაზე გასასვლელი. წინაზე როცა ფასიან გზაზე გამოვედი, ვერ გადავიხადე ვერანაირად. ბილეთის საფასური, მგზავრობის საფასური და ძალიან ვიწვალე. იმედია, ეხლა იგივე სიტუაცია არ იქნება. ავიღეთ. მოდი ჩავდოთ აი აქ და წავედით. კეთილი იყო ჩვენი მობრძანება ფასიან გზაზე. ეს ფასიანი გზა თქვენ სიმბოლური არ გეგონოთ, საკმაოდ მაღალი ტარიფები აქვს, საკმაოდ. წინაზე როცა ვიმგზავრე 8-9 ევრომდე გადავიხადე, ძალიან პატარა მონაკვეთი გავიარე. ეს მოხდა მაშინ, როდესაც მიდიოდი კლერმონ-ფერანში. ავტობანზე გადავადგილდები მეგობრებო, აი ისე ამ ხაზს ვცდილობ რომ ვიარო 100-110 კმ/სთ სიჩქარით, იმიტომ რომ მე ისეთი ვიბრაციებია საშინელი. აი ხედავთ მატარებელი ქალაქ ნარბონში. მეგობრებო, ავტობანზე ძალიან შევწუხდი, ქარი ცალკე ხმაური არ არის ეს მოტოციკლი ავტობანისთვის. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. გამახსენდა რომ რაღაც ზარები მოქვს გასკეთებელი. ფიქრობ როგორ მოვახერხო და ჩამოვიდე დროზე საქართველოში. მინდა რომ 20 ივლისს ვიყო საქართველოში. 18 ივლისს ნახე რომ არის ბორანი რუმინეთიდან, ქალაქ კონსტანტადან საქართველოს მიმართულებით, მაგრამ რამდენიმე დღის წინ მეგობარს დავარეკინე და ვერ გაარკვია ნორმალურად, როგორც უთხრეს მოტოციკლის გამოგზავნა შეიძლება, მაგრამ გზავრის წამოყვანა არა, თუ რაღაც მაგდაგვარი. მაინც მინდა გადავამოწმო, მე თქონდა დავრეკო, გავერკვე სიტუაციაში რა ხდება, რომ ზუსტად ვიცოდე, მქონდეს აი ამ ბორანის იმედი თუ არ მქონდეს. თუ ეს ბორანი გამოირიცხა, მაშინ ცოტა სხვანაირად უნდა ვიმოქმედო. ეხლა გავაჩერებ ერთ ადგილზე, სადმე და გავარკვევ აი ამ ყველაფერს. ეხლა აქ ნავიგაციაზე აუკრიფე იმ კაფის სახელი, სადაც როცა ამ ქალაქში გამოვიარე, მაშინ შევედი. მინდა ისევ შევიარო. ჩაის დავლევ, ტელეფონს შევაერთებ დამტენზე და ამასობაში რამოდენიმე ზარსაც გავაკეთებ. აი, ჩემგან ხელმარცხნივ არის ნარბონის არხი. არ ჩანს ეხლა აქ. ცნობილი ყოფილა ნარბონი თავისი არხებით. მე პირადად ერთი ვნახე ადრე. ვერ მიხვდა ნავიგაცია და სხვა ადგილზე მომიყვანა. აი, გზის მეორე მხარეს კი მოსჩანს საცხობი. ბრასერია დუმოული. იყოს არა უშავს ეს, გავაჩერებ აქ ყოფილა წისქვილი და საცხობი. მეგობრებო, ნავიგაცია მომიყვანა შეცდომით სხვა ადგილზე. თუმცა ნავიგაციის ბრალი არ არის, ამ ადგილსაც იგივე სახელი ქვია. ბრასერია დუმოულინი. როგორც მივხვდი, დაკეტილია და არ მუშაობს. აი, აქ არის ნარბონის არხი. კარგია, ეს ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა ნარბონის, სხვათა შორის, ამ ადგილის. ამაზე წინაზე როცა ვიყავი და გავიარე, მე ნარბონზე ჩავწერე, ინფორმაცია დავგუგლე და ინტერნეტში იყო ინფორმაცია მოცემული, რომ ამით გამოირჩევა ეს ადგილი. სავარაუდოდ დაკეტილია ახლა ეს ადგილი.
ალბათ ადრე მუშაობდა ეს რესტორანი ბრასერია და ეხლა დაკეტილია. აი რაღაცა წერია რომ დაკეტილია ვორცები. დაკეტილია. როგორც ნახეთ, შეცდომით მომიყვანა ნავიგაციის სისტემა. არასწორად მიუთითე სახელი. მოუძებნი იმ კაფეს მაშინ სადაც ვიყავი კილომეტრ და 900 აქედან დარჩენილი. საწვავის გადავსებიდან 258 კილომეტრი მაქვს გავლილი. ეხლა წინ ვხედავ ბენზინ გასამარცხებლად, ჯობია გადავავსო კიდევ ერთხელ. ახლა შევივლი აქ. ნახავ როგორ ხდება გადახდა. იგივე სიტუაცია არავინ არ არის. რატოა ესე უცნაურად ვერ ხვდები? ხო შეიძლება ვინმე ერთი ადამიანი მაინც იყოს, ვინც ყურადღებას აქცევს და იმ შემთხვევაში თუ სხვანაირად გინა გადახდა, დაგიხმაროს და გადაგახტევინოს. აი ესე რატო ართულებენ საფრანგეთში, ვერ მივხვდი ვერანაირად. აი ესიც ეს კაფე სადაც მაშინ ვიყავ. ეს კი ნამდვილად ის კაფეა, სადაც მაშინ ვიყავი. ეხლა შევალაკ. Hello. ავიღე ერთი კრუასანი, ეს ტირამისუ ესეთი ნაყენივით არის და ჩაი. არ მეგონა რომ იქნებოდა ეს ნაყენივით, მაგრამ ესეა. რამდენად სწორი არჩევანი იყო, არ ვიცი. A few moments later. ამჯერად ვინანე აქ შემოსვლა არ ღირდა მათ ესე გზის გაგრძელება. მაგრამ რაც ვიზავთ, ეხლა გვიანია სინანული. ჯობია გზა გავაგრძელო და დროულად მივიდე ადგილზე, სადაც მივდივარ. საწვავის პრობლემა მრჩება მოსაუყურებელი. ჯერ საწვავი არ მაქვს ისევ ნაყედი. დილიდან 259 კილომეტრი, 250 მოხს გამოვლილი, ჩავთვალოთ. საწვავის პრობლემის მოგვარება მჭირდება ეხლა. წინ მოჩანს ბენზინ გასამართი სადგური. ოლოთ ბარათით. აი მოდი ვცადოთ. მოდი ჩავდოთ აქ ბარათი. გავუშვი ევრო და 95, 50 ცენტით უფრო ძვირი ღირს. ჩავასხი საწვავი 8 ლიტრი და 670, ну 700 გრამამდე. 17 ევროს. წესთამან დღეს თელი დღე უნდა მატაროს, რაც მეტი გადავსება აღარ უნდა დასჭირდეს. წავედი, გავდივარ ნარბონიდან. დრო არის ზუსტად 4 საათი. აუ, რამდენი დრო დავუკარგე? ისევ ავტობანით უნდა წავიდე, სხვა გზა არ აქვს. ქალაქ ნარბონის შემოსასვლელთან, სადაც არის წრიული მოძრაობა, ვამის დამეჯახა ეხლა მანქანა. არის აი ესეთი დოქივით. ისევ ფასიან გზაზე გავდივარ, სხვა გზა არ მაქვს, ვერანაირად ვერ მოვასწრებ. ეხლა ეკი არა ის მაფიქრებს, რომ ხვალ ეს რო აქ ვერ გავდივარ ამ სწორ გზებზე, ხვალ როგორ გავივლი. წარმოდგენა არ მაქვს, აი ავიღე ბილეთი, ჩავდე აქ და ვაგზავნებ გზას. გამოვედი ფასიან გზაზე, ავტობანზე. 3 საათია დანიშნულების ადგილამდე. ეხლა ჩემ თავთან დებ პირობას, რომ სანამ ვიქნები ამ ფასიან გზაზე, მოტოს არ გავაჩერებ და ვივლი შეჩერების გარეშე. თორე ესე დღეს ვერ ჩავახცევ. ფასიანი გზა უნდა გავიარო შეუსვენებლივ, ყველაფერი მიწყობს ამისთვის ხელს. საწვავი გადავსებულია, მეც დასვენებული ვარ, თავს გრძნობ კარგად. ასე რომ ეხლა ჩემზეა დამოკიდებული და არ უნდა ვიზარმაცო, უნდა გავიარო შესვენების გარეშე.
მეგობრებო, აი აქ თავდება ფასიანი გზა. აქ გავაჩერე ჩემი მოტოციკლი. რადგან GoPro-ზე დამიჯდა ელემენტი, ჩაფხუძე რომელიც არის დამაგრებული და მინდოდა გადამეღო ეს მომენტიც, გასვლის მომენტი. აი აქ გავაჩერე მოტოციკლი. პირობა შევასრულე 150 კმ-ზე მეტი ვარ ისე რომ არ გამიჩერებია მოტოციკლი. ასევე ხომ გახსოვთ ნარბონში კაფეში ვიყიდე თბილეულობა, აი ეს წამოვიღე ისეთ გაყენული იყო რომ იქ ვერ შევჭამე. ახლა აი აქ გავსინჯო. წამოვიღე ასევე კოზი. თქვენ წარმოიდგინეთ ბოლომდე გამყვალი არ არის. ესეთი გაყენული ნაყენიც კი არ მიყვარს ძალიან გაყენული ზედმეტად. გემრიელია, თუმცა მე უფრო უკეთეს ველოდი. ამ ცირეხნიანი გაჩერების დროს ნავიგაციის სისტემაში მოუნიშნე ის ადგილები, რომლის მონახულებასაც ვაპირებდი დაღამებამდე. აქვე მსურს აღვნიშნო, რომ ჩემთვის პროვანსის მონახულება დიდი ხნის ოცნებას წარმოადგენდა და ამის ინსპირაცია სამი ძირითადი მიზეზით იყო განპირობებული. პირველი სახელგანთქმული ლავანდის პლანტაციების ყვავილობა, რომელიც პროვანსში ივნისის ბოლოსა და ივლისის დასაწყისში მიმდინარეობს. მეორე, ჩემს მიერ ბავშვობაში წაკითხული მწერალ ალფონს დოდეს მოთხრობათა კრებული წერილები ჩემი წლის ხვილიდან, სადაც ძალიან კარგად არის აღწერილი მე-19 საუკუნის პროვანსი და იქაური ყოფა. მესამე და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ჩემი ფავორიტი ფილმი რომანტიკული კომედიის ჟანრიდან კარგი წელიწადი, რომლის სიუჟეტიც ასევე პროვანსის რეგიონში ვითარდება და შესაბამისად სწორად აქაა გადაღებული. ჩემს მიზანსაც დაღამებამდე სწორედ ამ ფილმში გადაღებული ლოკაციების, სასტუმრო რენესანსის, შატო კარნოგისა და კაფე დე ლა ფრანსის მონახულება წარმოადგენდა. ეხლა რადგან ელემენტის შევცვალე, წავიხემსე კიდეც წამოღებული დესერტით. ამას დროებით აქ დავუდებ ხელთათმას, რომ მარტივად გავატარო ბარათი და ყველაფერი. ლოკაციები გადავამოწმე. ესეთი სიტუაციაა, პირველ რიგში მივდივარ ქალაქ გორდესში. ქალაქ გორდესში არის ის კაფე, სადაც მუშაობს ფანი, ანუ ქალის თავარი როლის შემსრულებელი რასელ კროუზი გმირს ვინც შეუყვარდება. აი ახლა უნდა გავატარო და მერე მოგიყვებით. მოკლედ ეს არის ბარათი. ბარათი გაუშვი 9 ევრო და 40 ცენტი. ამას დავაბრუნებ ახლა საფულეში და გავუყვები გზას. 9 ევრო და 40. იქაც 3 ევრო სივიარე. ნუ სადღაც 13 ევრო დავხარჯე ფასიან გზაზე. არა უშავს გზა შევიმცირეს, უმცირე საათნახევრით მიღირდა ახლა კილომეტრაჟით ხო შემცირდა შესაბამისად საწოლშიც ნაკლები დამეხარჯება. მოკლედ ესეთი მარშრუტია, მივდივარ ქალაქ გორდესში, სადაც ფანი მთავარი როლის შემსრულებელი ქალის როლს ვინც ასრულებს, სადაც მუშაობს, სადაც მე მიაკითხავს რასელ კროუზ გმირი. მე აქედან მივდივარ სოფელ ლაკოსტში. სოფელი ლაკოსტში მდებარეობს კაფე, სადაც ისინი შეხვდებიან, ბოლოს სადაც ზიან და მე მივდივარ აქ ლაკოსტთან ახლოს არის ის შატო, სადაც ხდება მთავარი მოქმედება, ანუ ბიძია ჰენრის სახლი. თუ გაქვთ ნანახი, კი მიხვდებით ამ ფილმის ადგილმდებარეობებს, რას გულისხმობ. 56 კილომეტრი მოხს გასავლელი გორდესამდე, მერე გორდესიდან კიდევ გავაგზელებ სხვადასხვა ადგილებზე. 171 კილომეტრი გამივილია ქალაქი ნარბონიდან. ავინიონი 20 კილომეტრში. ჩემი დაკვირვებით ყოველი გაჩერების შემდეგ, სადმე რო ვაჩერებ მოტოციკლს, როცა გაჩერებული ვარ, მეტად ოფლიანდები, ვსველდები, იმიტომ რომ ცხელად, ბილად მაცვია, ეს ქურთუკი მაცვია. მე როცა მოტოციკლს დავძრავ ხოლმე, სანამ გავშრები, ცივა. აი ახლაც იგივე სიტუაციაა ზუსტად. მე გავშრები, მივეჩვევი ამ ჰაერის ნაკადს და მე ჩვეულებრივ ვაგზელებ გზას. ავინიონ. ყველგან აქ ყოველ კუთხეში გზის მაჩვენებელია, მიმართულების მაჩვენებელია ავინიონისკენ. როცა მივალთ სასტუმროში საღამოს, უფრო მეტი უნდა წავიკითხო ავინიონზე. აი ახლა გეუნეოდით, რომ ყოველ 100 მეტრში გვხვდება თქო და აი ავინიონი 10 კილომეტრში. სანამ ავინიონში შემოვედი, საცობია აქ. არის რა მოხდა, არის ბრალია. რამ გამოიწვია ეს საცობი, თუმცა ახლა ვიდგე, ეს არ გამომადგება.
უნდა ვეცადო, გავუძრე. ისე რომ არავის მანქანა არ გავკაცროთ, ან იბისის სასტუმრო ყოფილა ავინიონში და იბის ბაჯეტიც. ორივე ყოფილა აქ. ну ერთ ჯგუფში შედის. იბის ბაჯეტი ცოტა უფრო დაბალფასიანია, როგორც თვითონ სახელი გვეუბნება. იბისის საშუალო, უფრო მაღალი თენაოთ იბის თაილი. რაღაც ხდება, სასწრაფომ გაიარა. არ მეგონა ავინიონში ესეთ საცხოვრებელი თუ დამხდებოდა. ვიწრო ქუჩებია ძალიან. სერიოზული საცობია. ორჯერ ჩავაქრე მოტოციკლი იმდენი ხანი ვიდექი საცობში. წარმოგიდგენა რომ ახლა აქ რა ხდება. უნდა დავუგულო და გავიგო ახალი ამბებით. ახეთ რამდენი ხალხია. აქციას არ გავს, ხალხი მშვიდობიანად დადის. თუმცა შეიძლება აქციაც იყოს. ვერაფერი ვერ გავიგე, საით უნდა წავიდე. ეხლა დავინახე 5-დან 29 ივლისის ჩათვლით არის ფესტივალი. ნათელი მოეფინა უკვე რატომ არის ესეთი ამბავი. ეს ქუჩები ალბათ გამოყენებულია ეხლა საფეხმავლოდ და ამის გამოა რომ ესეთი ამბავია. გონი გზას ვიგნებ ამ ავინიონიდან როგორც იქნა. დაბლობა ღმერთს. ტელეფონიც გაცხელდა ადგილზე დგომით. ეხლა იმიტომ ამოვწია ნახევრად რომ ვიაუმა და უბეროს და გაგზელდეს. ამ ტელეფონის ყურებაში ლამის 2-3 მანქანას დავეჯახე, ამ პირიქს მანქანა მეჯახებოდა. როგორც იქნა გამოახცე ავინიონიდან და წინ არის თავისუფალი გზა, მაგარი გზნობა. როგორც იქნა გადავადგილდები ესეთი მშვენიერი მეორეხარისხოვანი გზით პროვინციული ნავიგაციის მიხედვით 25 კილომეტრი რჩება ადგილამდე და 25 წუთი. ანუ შესაბამისად ნავიგაცია თვლის რომ აქ საშუალო სიჩქარე ჩემი იქნება 60 კმ/სთ. საერთაშორისო იქ რომ მოღრუბლული იყო, აქეთ მოწმენდილიცაა შედარებით. ეს ამბავი მახარებს. თუმცა აი შორს კიდევ იგრუბელი მოჩანს. იმედია ხვალე რამე პრობლემას არ შემექმნის. ხვალინდელი რაიდი არ მინდა გამიფუჭოს ამინდმა. ვით უმეტეს უნდა გადავკვეთო შვეიცარია. წინასწარ მიხარია და თავნერვიულობ. ისეთ უღელტეხილების გადავლა მომიწევს. დიდი ალბათობით რომ მაფიქრებს ეს ამბავი. მოვედი გზაგასაყარზე, გორდესი 2 კილომეტრში ხელმარცხნივ. ვაუ, რა ლამაზია. საღამოშტობისა მეგობრებო, მოვაღწია ქალაქ გორდესამდე, აი ჩემი მოტოციკლით და სანამ ქალაქში შემოხვალ არის ესეთი წინვალე ხედი, ნახეთ რამდენი ხალხია მოსული. ყველა ცდილობს რომ გადაიღოს ფოტო და დაიჭიროს კადრი. აქ დაბლა საშიც კი არის, ძალიან ნაპირზე არ შეიძლება მისვლა. ეს არის ქალაქი გორდესი ან გორდე. What's the correct pronunciation of the name of this? We're not French, so maybe that no. I think Gorde. Gorde. Okay. Thank you. ეს ყოფილა სწორი გამოთქმა. Most fabulous. ულამაზესია. Yes. And you must go to Abbaye de Sénantes. Si.
ეხლა როცა ამ ადგილზე დავასრულე ფოტოსესია, დრო გავაგზელო. კილომეტრი და 100 რჩება დანიშნულების ადგილამდე. ეს არის სოფლის მოედანი და უნდა ვიპოვოთ ახლა კაფე სახელად Le Renaissance. გონი მოვაგენი ამ ადგილს, აი ეს არის ის კაფე. ახლა შევალდა ვიკითხო. რატომღაცა არ მაგონებს იმ რესტორანს, რაც მე მაქვს ფილმში ნანახი, შეიძლება ვწდები. Hello. Hello. Do you speak English? Yeah, but sorry, we are closed now. You are closed now? Yeah. Is the restaurant which is set in the movie Good Year, or it's different? A movie Good Year. Yes, it's here, yeah. It's here? Yeah. It's the same cafe where Yeah, exactly. funny. Yeah? Yeah. And because of this here. Can I order just orange fresh or it's No, because we already cut Ah. the machine. okay. So So sorry. it's the same place. Yeah. Very nice, I found it. როგორც წინა კადრებში ნახეთ, სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ ამ კაფეს სამუშაო საათები უკვე დასრულებული ჰქონდა. ამაზე რა თქმა უნდა ძალიან დამწყლებული, მაგრამ ვერაფერს ვერ შევცვლიდი. ამიტომ გადავწყვიტე მეზობელ სოფელ ლაკოში წავსულიყავი, სადაც ასევე ამავე ფილმში გადაღებული კაფე დე ფრანსი მდებარეობს. სანამ გზას გავაგზავნებდი, სრულიად შემთხვევით შემიჩნე, რომ ჩემს მოტოციკლზე ეგრეთ წოდებული სეპლენის ტროსი იყო დაზიანებული და გაწყვეტის პირზე იყო მისული. ამ ამბავმა რა თქმა უნდა შემაფიქრენა და ცოტათ შემაშინა კიდეც. მით უმეტეს რომ თუშეთში მოტომოგზაურობის დროს ზუსტად მსგავს პრობლემა შემექმნა და ეს გამოცდილება უკვე მქონდა. ტოვებ გორდეს და ეხლა მივემართები ლაკოსტე, ესეთი ადგილია. ამ ლაკოსტეში ბოლოს ხდებიან კაფეში. ისევ შეცდომით წამოვედი. ისეთი ვიწრო ქუჩებია, რომ ნავიგაციაც ვეღარ იგნებ. ვიდივარ დანიშნულების პუნქტამდე, თუმცა აი ისე ვარ, დაძაბული ტკიპზე ვარ, რაც ამს გაფუჭდება მოტოციკლი, არ ვიცი, ხვალ კი დაჯავშნილი მოყვა სასტუმრო და წეს უნდა ვიყო შვეიცარიაში ხვალ და ეხლა იმ უღელტეხილებზე, იმ გზებზე, სადაც მე მივდივარ, ეს რო გაფუჭდეს, მაგარ შარში ვარ. ეხლა ვფიქრობ რა გავაკეთო. რა არის გამოსავალი? მაგრად დავიძაბე, სერიოზულად. დღეს სასტუმროში რომ მივალ ჩაუჯდები BMW სერვის ცენტრებს, თუმცა აქ ხო იცით როგორ ხდება, დაიწყებენ რომ იქ ჩაწერა რიგის გასაკეთებელი და ასე შემდეგ და ჯერ თუ ექნება ტროსი ადგილზე, პირველ რიგში ეგ არის საკითხავი. თავგადასავლები არ მტოვებენ, არ მაკლია არასდროს თავგადასავლები და ეხლაც ერთ-ერთი რიგითი თავგადასავალი ველოდება წინ. რა დამაზად არის ვენახები გაშენებული, ვერ წარმოიდგენთ.
ეხლა იმაზე ვფიქრობდი, რომ ხანდახან ბევრი რამეა ჩვენზე დამოკიდებული, ჩვენ თვითონ ვქნით. ჩვენი თავის ბედს და ჩვენ თვითონ ვქნით ჩვენგან ფილმის გმირებსაც, ციგნის გმირებსაც და სხვისთვის მისაბაძ და არა მისაბაძ ადამიანებსაც. ჩვენ თვითონ ვაქცევთ ჩვენ თავს. ჩვენზეა საბოლოო ჯამში დამოკიდებული ვინ ვიქნებით და რა ვიქნებით. ყოველ შემთხვევაში 70% მაინც ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ საკუთარი ცხოვრება, გავხადოთ ის საინტერესო, ან პირიქით არა საინტერესო. A few moments later. მეგობრებო, ერთი მაგარი ამბავი, ეხლა ზევიდან რო ჩამოვდიოდი, კამერა არ მქონდა ჩართული და ვერ გადავიღე, მაგრამ ისეთი ხედი გამოჩნდა და დავინახე ლავანდის მინდვრები, ლავანდის პლანტაციები და მარტო ლავანდის პლანტაციების დანახვა კი არა, ისეთი სურნელი წამოვიდა ლავანდის, რომ ენით აღუწერელი ლავანდის პლანტაციებსაც მოვადექი. თურქეთში რო ვიყავი ლავანდის პლანტაციებზე ესეთ სურნელი ნამდვილად არ ტრიალებდა, სიმართლე უნდა გითხრათ. ძალიან ლამაზი იყო იქაურობა, მაგრამ ესეთი მკვეთრი სურნელი იქ არ იყო. ერთო ჩემ ულამაზესია ქაურობა. ესეც ესე მეგობრებო, 2-1-ში დღეს ორი რამ მოვასწარით, ლავანდის პლანტაციებზეც მოხვდით. ეხლა უცბად ვიჩქარებ და გადავიღებ დრონით ამ სილამაზეს. ძალიან მაგარი სურნელი აქვს ლავანდას, აი ვერ წარმოიდგენთ. მე არ მეგონა, კახეთში მოხს ნანახი ნუკრეანში ლავანდის პლანტაცია, თუმცა ესეთ სურნელი იქ არ ტრიალებდა. ალბათ მაინც განსხვავებულია, ესეთი სურნელოვანი ლავანდა მე პირველად ნახე. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთშიც მოხს ნანახი. დღეს იღბლიანი დღე მაქვს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მოტოციკლზე ტროსი წყდება, ალბათ ძალიან მაგარი დღე იქნებოდა. დროა გავაგზავნოთ ჩემ მეგობართან ერთად მოგზაურობა. შემდეგ ადგილამდე რჩება 3.7 კილომეტრი 6 წუთი. 5 minutes later. მეგობრებო, ლავანდის პლანტაციის მერე აღარ გადამიღია, ეხლა მოვედი კაფე დე ფრანსი, ბარ რესტორანი. აი ეს არის ის ადგილი, სადაც ბოლოს შეხვდნენ თანი და რასელ კროუს გმირი. სახელი მოვიწყდება სულ. მოტოსნის ვიპოვე პარკინგი და აი შემოვდივარ კაფე დე ფრანსში. ეს მდებარეობს სოფელ ლაკოსტე, აი ესეთი სოფელია. ეხლა გავარკვევ თუ აქვს თავისუფალი ადგილი. საბედნიეროდ აღმოჩნდა, რომ ამ კაფეში თავისუფალი ადგილები ჰქონდათ დარჩენილი და სამზარეულოც კვლავ აგრძელებდა მუშაობას. მე ტერასაზე ავირჩიე მაგიდა, საიდანაც შესანიშნავი პანორამული ხედი იშლებოდა და რაღაცით სიღნაღიდან დანახულ ალაზნის ველს მაგონებდა. რადგან უკვე ღამისაც ნახევარი იყო, გადავწყვიტე მსუბუქად მევახშმა და მხოლოდ სალატს შევუკეთე, რომელსაც მიმტანმა გაუწია რეკომენდაცია. რაც შეეხება სალატს, ის მართლაც გემრიელი აღმოჩნდა. განსაკუთრებით მომეწონა შემწვარი თხის ყველის, ნიგოზისა და ბეკონის შეხამება სხვადასხვა მწვანილებთან, რაც საინტერესო პიკანტურ გემოს ტოვებდა. ამასობაში დაღამდა, გახდა 10 საათი და ვტოვებ კაფე დე ფრანს. უგემრიელესი სალათი მივიღე, უგემრიელესი იყო. ნახეთ რა მშვენიერი გარემოა. მართლაც გაპრული გარემოა, როგორც ფილმში. ვტოვებ ლაკოს. ერთადერთი რაზეც გული მწყდება, შატოს ნახვა ვერ მოვასწარი, სადაც ფილმია გადაღებული. მაგრამ უკვე დაკეტილი იყო. 9 საათზე არჩენა რომ დაკეტილი იყო.
ასე რომ აზრი აღარ ქონა, გული მწყდება მართლა. როდეს მე აქ თუ მოხვდები კიდევ აუცილებლად შევივლი. 45 კილომეტრი მაქვს გასავლელი სასტუმრომდე, რომელიც დაჯოშნილი მაქვს. სასტუმროც არ არის, უბრალოდ ეს არის სახლი და ოთახს აქირავებენ აქ. რა სიმბოლურად ჩაერთა განათება. ზუსტად მე რო ჩავიარე მაშინ. სახლია, სახლში აქირავებენ ოთახს, როგორც მახსოვს, ველი წერტილი ცალკე მაიქნება, ეს ძალიან კარგია. აი კიდევ ერთხელ ჩაუვლი გვერდს Café de France. მივიდივარ Rail-N-ში, თუ Rail-N-ში ესეთი დასახლებული პუნქტია, სოფელია, სადაც მივიდივარ. გული მწყდება მართლა იმაზე, რომ გზად მართლა ვერაფერს ვეღარ დავინახავ, მაგრამ რას ვიზავთ, ეს ბევრი საინტერესო ადგილი ვნახე, ბევრი ლამაზი ხედი ვნახე და დავჯერდებ იმას, რაც დავინახე. ხვალ დილით კი გავიღვიძებ ახალ ადგილზე და უამრავი საინტერესო რამ მელოდება სანახავად. სასურველია, რომ 12-ზე უკვე ვეცადო დავიძინო, რომ ადრე ავდგე და ადრე გავაგზავნო მოგზაურობა. ხვალ რთული გზა მელოდება, ამაზე მეტი მაქვს გასავლელი და თან მაქვს შვეიცარიის მთებში სასიარულო, თან ეს სეპლენის ტროსი რომ ვნახე გაწყვეტისპირზეა, თავისებურად ნერვიულობ და ხასიათს მიფუჭებს, თუ გზაზე შევძელი სადმე და შევაკეთე, კარგი იქნება. ეხლა მივალ იმ ადგილზეც, რაც დაჯოშნილი მაქვს და იქ ადგილზე უკვე გაჩვენებ რა არის, როგორ გამოიყურება და ასე შემდეგ. ამ დროს, როცა საკუთარ თავთან მქონდა დიალოგი გამული, ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი თავგადასავალი მელოდა წინ. სამწუხაროდ იმ მომენტებს კამერით არ ვიღებდი, მაგრამ შემდეგ გადაღებული კადრებიდან იმედი მაქვს შევძლებთ და სწორად გადმოგცემთ ჩემს მაშინდელ განცდებს და ემოციებს. A few moments later. მეგობრებო, ძალიან უცნაურ სიტუაციაში მოვყევი. ვეძებდი იმ სახლს, რომელიც დავჯავშნე და მე მგონი სახლს არასდროს აღარ დავჯავშნი, რაც არ უნდა იაფიღირდეს. ამ ძებნა-ძებნაში გავედი აი ამ ქალაქის გარეთ, ეხლა სადაც ვიმყოფები, თუ სოფლის გარეთ. მივადექი მითითებულ მისამართზე რაღაც სახლს, ვიძახე და არავინ არ გამოვიდა საერთოდ ამ მისამართიდან. გადავწყვიტე რომ რაღაც შემეშალა და დავიწყე ძებნა. სად არ დავიძახე მეზობლებთან, სად არ დავიძახე, არავინ არ გამოვიდა. მერე ყველაზე უცნაური რაც იყო, ერთ ადგილზე ქუჩაში იდგა მოხუცი ქალი, თლად დალაგებული არ ჩანდა სხვათა შორის და მივედი, მე მეგონა მე მელოდებოდა ეს ქალი, იმიტომ რომ მივწერე აპლიკაციაში, ბუკინგზე შესაძლებელია მიწერვა. მივწერე აპლიკაციაში, რომ გარეთ იქნებ დამელოდო თქო, ვერ პოულობ თქო თქვენ სახლს. და ამ ქალთან გავაჩერე, ჩავთვალე რომ ეს ხო ამ ქალმა კიდე შემდა გასკვირად ინგლისურად მიყავს ხარ, დაკარგული ვარო. ფილმში მეგონა თავი, აი ფილმში ან ზღაპარში სადღაც, რა ვიცი, ერთი ქალი ვიპოვე გარეთ, თან ინგლისურად მოსაუბრე და ისიც ამ გეუბნება რომ დაკარგულია. უკვე რა ვიცი, ყველაფერი ვიფიქრე, მეთქი მიჩალიჩებენ მახია რამე. წამოვედი, ყველა სახლში დავიძახე, რომელიც შეიძლება და ყოფილიყო ეს სასტუმრო და აზრი რო არ ქონა, წამოვედი. გამახსენდა რომ აქ სოფლის ცენტრში იყო რესტორანი, სადაც ბევრი ხალხი დავინახე. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 12-ის ნახევარი იყო, როცა აქ გამოვიარე, ხალხი მაინც ბევრი იყო. ჩამოვედი და აქ ახალგაზრდებს ვკითხე, ვინც ისხდნენ, რომ აი ესეთ სიტუაცია მაქვს თქო, ვერ პოულობ თქო, იქნებ დამეხმარო თქო და ტელეფონი აქვს თქო მითითებული, მაგრამ მე რადგან არ მაქვს ადგილობრივი ნომერი, ვერ ურეკავ და პრობლემა მაქვს თქო რა და კარგი დაგეხმარებითო, დაურეკეს და ქალმა უპასუხა და ალბათ დაახლოებით 15 წუთი ლაპარაკობდნენ და რაზე ლაპარაკობდნენ ვერ გავიგე ამდენი ხნის განმავლობაში და ბოლოს ამ ერთ-ერთმა გოგონა მითხრა, რომელიც შეყვარებულთან ერთად არის, რომ მე წაგიყვანო და ეხლა აი მივყვები ამ მანქანას იმ კაფიდან, სადაც ვისაუბრე. აი ესეთ სიტუაციაში ვარ, მეგობრებო. კარგი ხალხი არსებობს, მეხმარებიან, ეხლა მივყვები შვიდად წყნარად, მაგრამ ის ადგილი, სადაც ვიყავი, მაგრად არ მომეწონა. თუ ის სახლია, რომელზეც ვფიქრობ, რომ არის, ეზო შუქიანთია, ვიძახე, არავინ არ გამოდის. გვერდზე კიდე ვიღაც ქალი დადის მოხუცი და იძახს დაკარგული ვარო თან ინგლისურად. ესეთი უცნაური სიტუაცია მე არ მქონია.
ეს დღე არ დამოვიწყდება ნამდვილად. სოფელს ქვია რეილანსი. სოფლის ცენტრი ძალიან კარგია, დამევასა ყველაფერი, მაგრამ აი აქ ვიყავი მეც მოსული, სწორად მოვედი. I was here. Yes. I was here but nobody is here. I don't know if we want to go or if it's just here. I don't know. I don't know either. I was here, I was yelling here, is anybody here, but nobody was here. Can we call? Yes, yes. Okay, please call. Yes, but not with my phone. Okay. Another phone, so I need the number. Okay, I should find. Okay, I will find right now. This is number. Oui, bonjour, je vous ai dérangé. Il me semble que j'ai eu une dame au téléphone tout à l'heure pour... როგორც ამ კადრებიდან ხედავთ, ამ გოგონამ, რომელიც მეხმარებოდა სახლის პონაში, კიდევ ერთხელ დარეკა ბუკინგზე მითითებულ ნომერზე. ისინი დაახლოებით 3-4 წუთი საუბრობდნენ ფრანგულად. შესაბამისად, მე აქედან ერთ სიტყვაც არ გამიგია. საუბრის დასრულების შემდეგ კი მითხრა, რომ მათ არასწორად ჰქონიათ Google-ის რუკაზე ლოკაცია დასმული და გზა უნდა გავაგრძელებინათ. სიმართლე რომ გითხრათ, უკვე დაკარგული მაქვს ნდობა ამ სახლის მეპატრონისაც, ამ სახლისაც რაღაც ეჭვი მეპარება, რომ ნორმალური ხალხი იყოს, შეიძლება ვწდები. დაახლოებით 200-300 მეტრის გავლის შემდეგ სოფელიც დასრულდა და მათ მანქანა გზაგასყარზე გააჩერეს. სიბნელეშიც კი ჩანდა, რომ აქ ასფალტი მთავრდებოდა და გზა ორად იყოფოდა. როგორც ამ გოგონამ მითხრა, ხელმასხმემ ჩაუხვია და მოხრეშილ გზას დავადექი, რომელიც ხეებს შორის მიდიოდა. ნახე, ტყეში ჩავდივარ მგონი. როგორ გინდა ენდო ეხლა ესეთ ხალხს? აი აქ 100 წელი ვერ ვიპოვიდი. ალბათ ეს გზა დღის სინათლეზე რომ გამევლო ვერაფერ უშეულოს ვერ შევნიშნავდი, მაგრამ სიბნელეში და თან წინა სიტუაციიდან გამომდინარე საკმაოდ დაძაბული ვიყავ. ახლა რამ ხელა გზაზე უნდა ჩამოხვიდე აქ, ეს მანქანა მომყვება. საბედნიეროდ სულ რამოდენიმე წუთში მივადექით ამ სახლსაც. გონი გამოჩნდა სინათლე ბოლოში. აი ვიპოვე. ვა, მადლობა ღმერთს რომ ვიპოვე. აი აქ ნამდვილად ვერ მოვაგნებდი. რომ არა ეს კეთილი გოგონა. როდესაც მოტოციკლი გავაჩერე, სახლიდან მოხუცი ხალი გამოვიდა, რომელიც სავარაუდოდ ჩემი მასპინძელი იყო. მე მას ყურადღებით ვაკვირდებოდი და უშედეგოდ ვცდილობდი მასში შეშლილი ხალი ავმეცნო, რომელიც სულ რაღაც 9 საათის წინ შემხვდა და მეუბნებოდა, რომ დაკარგული იყო. როგორც ამ კადრებიდან ხედავთ, მან მაშინვე საუბარი გაუობა ჩემს ახალ ნაცნობებს, რომლებიც დამეხმარნენ ამ სახლის პონაში. როგორც შემდეგში გავიგე, ჩემი მასპინძელი პოლონელი ემიგრანტი ყოფილა. ის სამწუხაროდ ფრანგულის და პოლონურის გარდა სხვა ენაზე არ საუბრობდა, თუმცა როცა უთხარი რომ საქართველოსდან ვიყავი, რამოდენიმე სიტყვა მითხრა რუსულად. Do you speak English? მე გადავწყვიტე თავიდანვე დამეფიქსირებინა, რომ რუსი არ ვიყავი, მით უმეტეს რომ პოლონელებს ძალიან არ უყვართ ისინი და ნამდვილად არ მინდოდა, რომ ამ მოხუცი ქალის მიერ მოწამლულიყავით დამესრულებინა სიცოცხლე 33 წლის ასაკში. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, თუმცა მაშინ ისე ვიყავი წინაგარემოებებით დაზაფრული, რომ დაახლოებით მსგავსი ფიქრები მიტრიალებდა თავში. I'm from Republic of Georgia, Tbilisi, if you know this country. Republic of Georgia, do you know? It's post-Soviet, it's not Soviet. Yeah. Yeah, where are you from? Poland. Poland. Yeah. Poland. Okay. Thank you. Actually, I'm YouTuber. I'm traveling with motorcycle in Europe and I will upload this on my channel. I think it will be very interesting episode. Yes, I think yeah. Yes. Because it's like lost world here and it was very nice place where we met in the cafe. What is your name on YouTube? What's your name, by the way? Your name? Comment tu t'appelles? Florent Toro. Florent. Florent. Your name? Naïs. Nice. So thank you guys. Merci. With pleasure. And I will remember forever. Yes. Thank you. Good night. Good night. Okay. So this is living room. აქვე აღნიშნავ, რომ მიუხედავად ჩემი უშარი ხასიათისა, საერთოდ არ მხიბლობდა ამ უცნაურ მოხუცი ქალთან ერთჯერ ქვეშ დაძინების პერსპექტივა. საბედნიეროდ სახლში შესვლისთანავე კედელზე ჩამოკიდებული წინა გიორგის ხატები შევნიშნე, რამაც ძალიან გამახარა და დამამშვიდა. ეს ალბათ განპირობებული იყო იმითაც, რომ გიორგი მქვია და ბავშვობიდანვე ამ წმინდანის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. აუ მეგობრებო, მართლა არ ვიცი რას მეუნება, რა უნდა.
მაგრამ მე მგონი რაღაცები საერთო მაინც ვნახეთ. ცოტა შიშარატები საერთოდ არ ვარ, მაგრამ ისეთ უცნაურ სიტუაციაში ვარ, რომ მეც კი დავიძაბე, სიმართლე რო გითხრათ. So Facebook. Yeah. Facebook. Yeah, I have. Facebook. Yeah. Very nice. I will take this. Sorry. Yes. მეგობრებო, არ წყალი მოქვს, არაფერი თან სამწუხაროდ. არა წყალი მომწყურდება. არ ვიცი აქ როგორ დავიძინებ, ნახოთ. Okay. ერთი რაც מחარებს არის ის რომ მორწმუნეა და ხატები აქვს. დია ცუდი არაფერი არ აქვს შაფიქრებული. ცუდი არაფერი არ აქვს შაფიქრებული, იმედია. Okay. Wasser. Yeah, water. Yeah. Water. Thanks. Chai. Chai. Chai თავაზობს მეგობრებო. Chai. Bon, ça va. Bon, je fais maintenant chai. Toi, tu. Very nice paintings. I like it. C'est le château de Loire. Guide Yeah. de touristes. Je connais ancien l'Union soviétique. Tous les pays, Moscou, Saint-Pétersbourg, Yerevan, Tbilisi. Yeah. Yeah, Baku. თუ სწორად გავიგე მისი მონაყოლიდან წლების წინ, როდესაც ცხოვრობდა პოლონეთში, იგი მუშაობდა ექსკურსიამსგებლად და ტურისტებით დაყავდა საბჭოთა კავშირის ისეთ ქალაქებში, როგორიცაა მოსკოვი, პეტერბურგი, თბილისი, ბაქო და ერევანი. Super. Les Georgiens sont super aussi. ამ დღეს კიდევ ერთხელ დავწმუნდი, რომ სოფლიო მართლა ძალიან პატარაა. ვინ წარმოიდგენდა, რომ მე ქართველი ბიჭი საფრანგეთის პროვანსის რეგიონის პატარა სოფლის განაპირა სახლში შეხვდებოდი მოხუც ქალს, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს პოლონეთიდან საქართველოში ატარებდა ტურისტულ ექსკურსიებს. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ის სულაც არ ჩქარობდა საუბრის დამთავრებას, მაგრამ მე ბოდიშს მოხდით უთხარი, რომ ძალიან დაღლილი ვიყავი და ჩემი დაძინების დრო იყო. Shower and sleep. I am tired. I am coming from Andorra. C'est ça. Yeah. Le moteur, c'est super. C'est Yeah. Yeah. C'est ça. A few minutes later. მეგობრებო, ვარ ჩემს ოთახში, ნახეთ უკვე რა პირობებში დასად გავჩერდი. ძალიან დამოლელი დღე გამოდგა და ძალიან უცნაური. აი ეს არის ჩემი საწოლი. მაინც და მაინც არ წკნავს, მაგრამ მაგას მინდა ეძებს. საინტერესო თავგადასავალი გამომივიდა, ძალიან უცნაურ სახლში ვარ. აი ესეთი ფილმებში რო ხდება ზუსტად და ალბათ უკვე ნახეთ კადრები, ხვდებით რა სიტუაციაში არას ფიქრობ და რა ფიქრები მაქვს. ეხლა აქ განახებთ აი charging port-ი მოვაწყე, ტენი რაღაცებს, კაია რო ელექტროენერგია მაინც არის. დავიძინებ ეხლა პირველი ხდება, მინდა დავიძინო და გავითიშო და ეს რეალობიდან გავქრე. ასე რომ დღეისთვის სულ ეს იყო. გემშვიდობებით შემდეგ ეპიზოდამდე, იმედია ჯანსაღად გავიღვიძებ დილით. ასე რომ დროებით შემდეგ ეპიზოდამდე. Love has gone, words you said broke the rules of natural law. God gave to us everything mocked it. You've gone, your love is still gravitating me, still gravitating me. Lies in words, lies in eyes, lies in your rotten soul.